თავი მე-13. ეს მე-13 მოვდივარ თქვენთან. 2 მოწმის ან 3 მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. მე წინასწარ ვეუბნებოდი და ახლაც ვეუბნები როგორც თქვენთან მეორედ ყოფნისას, ისე ახლაც არ ყოფნისას მათ, ვინც ადრე შესწოდა და ყველა სხვას რომ თუ კვლავ მოვალ არავის დავინდობ. რაკი თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას ქრისტე ლაპარაკობს ჩემში თუ არა. ვინც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში. ვინაიდან, თუმცა უძლურების გამო ego ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალით. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალით თქვენთვის. საკუთარი თავი გამოსცადეთ თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. თუ არ იცნობთ საკუთარ თავს რომ თქვენშია იესო ქრისტე, თუ არა და მას გამოცდას ვერ უძლებთ, მაგრამ ვიმედოვნებ ჩვენზე კი გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი. ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაედინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდელნი გამოვჩნდეთ, არამედ რათა თქვენ კეთილს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. ნედან არაფრის გაკეთება ძალგვით ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის. რადგან გვიხარია, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამაზე ვლოცულობთ კიდეც თქვენ სრულყოფაზე. ამიტომ წერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად. მას ასე ძმებო, იხარეთ და გამტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანი, მშვიდობიანი. გიყვარდეთ მშვიდობა და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება. მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით, მოგიკითხავთ ყველა წმინდა. მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმინდისა იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.